გამარჯობა, მე ვარ რუსო და დღეს გასწავლით როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი, ჯანსაღი და დაბალკალორიული სტაფილოს კექსი და გამოვიყენებ სუფთა სახლის ჭურჭელს და ფრეკენბოკის პროდუქციას. სუფთა სახლში დაგხვდება დიდი არჩევანი ფორმების, თუმცა ამ შემთხვევაში და ამ რეცეპტისთვის კონკრეტულად მე ავირჩიე კონკრეტულად ეს ფორმა. დავიწყოთ მომზადების პროცესი. პირველ რიგში დაგგვჭირდება 2 ცალი კვერცხი, რომელსაც მოვათავსებთ ჯამში. რა თქმა უნდა, ცილიან გულიანად ვიყენებთ კვერცხს, რომელსაც დავამატებთ 140 გრამ შაქარს. ამ შემთხვევაში ყავისფერ შაქარს ვიყენებ, მე იმიტომ რომ უფრო სხვანაირ ტექსტურას აძლევს და უფრო გემრიელია, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი შაქარიც. და კარგად ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ მასას დავუმატოთ 200 გრამი მაწონი და 60 მილილიტრი რძე. ამ ყოველფერსაც კარგად ვურავთ, რა თქმა უნდა. დაფრულ შვრიას ვიყენებთ 140 გრამს, კარგად მოვურავთ, გავაერთიანებთ მასას და დაველოდებით 5-7 წუთის განმავლობაში, რომ კარგად დარბილდეს შვრია და გაფუვდეს. სანამ ცომი ისვენებს, შეგვიძლია გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე და მოვამზადოთ საცხობი ფორმა. წესით დარიგით ამ საცხობ ფორმას არ ჭირდება პერგამენტი, თუმცა თავი რო დავიზღვიოთ, მაინც გამოვიყენოთ, ჩავაფინოთ და ამოღების დროსაც ძალიან კომფორტულად შეგვიძლია გადმოვიღოთ სამწუხარი ფორმიდან. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ფრეკენბოკის საცხობ ქაღალდს. ფორმა მზად არის, ახლა დავუბრუნდეთ ცომს. მიღებულ მასას დავუმატოთ ფქვილი 200 გრამი და პატარა თაში ავურიე გამოფხვერებელი 2 ჩაის კოვზი, დარიჩინი გემოვნებით, ციკვი მარილი და ვანილი. მასას დავუმატოთ ნებისმიერი ნეიტრალური გემოს ზეთი 65 გრამი და უკვე დავუმატოთ შემდეგი ინგრედიენტები. წვრილად დავჭრათ ნიგოზი, მოხალული და რა თქმა უნდა გახეხილი სტაფილო, რომელიც დაგჭირდება 180 გრამი. მე შედარებით წვრილ სახეხზე გავხეხე. მე სრული სამეფ შეგიძლიათ. მეტი კომფორტულობისთვის ცომი მოვურიოთ სპატულით ნავას ფირმის, რომელიც ფანტასტიკურად აერთიანებს მასას. სულ ბოლოს ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. ერთხელ კიდე ამოვურიოთ და შეგვიძლია უკვე ჩავასხათ საცხობ ყალიბში. კექსი უკვე შეგვიძლია შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, რომელიც 180 გრადუსზეა, 35-40 წუთი, აუცილებლად შეამოწმეთ ჩხირით. ესეც უგემრიელესი სტაფილოს კექსი, რომელიც შეგიძლიათ მიიწვათ მაგალითად მასკარპონეს კრემთან ერთად, შეგიძლიათ უზაოდ შაქრის ფნელით, როგორც მოგესურვებათ. დაგველოდეთ შემდეგ საინტერესო რეცეპტამდე.